ბრუნდებით ეთერში და აღნიშნულ თემაზე უკვე სტუმართან ერთად უნდა გავაგრძელოთ საუბარი. ევროკავშირ საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი სანდრო ჭუმბურიძე გვერდება პირდაპირ ეთერში. ბატონო სანდრო, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. მადლობა თქვენ ბატონო პაატა მოწვევისთვის. ბატონო სანდრო, სანამ ძალიან საინტერესო დეტალებზე და საქართველოს ევროკავშირის ეკონომიკურ ურთიერთობებზე გადავიდოდეთ, მე მინდა გთხოვოთ სულ ცოტა ხნის წინანდელი პრემიერ-მინისტრის შეფასება, რომლის მიხედვითაც ვიზა ლიბერალიზაციის მოსალოდნელ შეჩერებას ეკონომიკურ პროცესებთან კავშირი არ ექნება. რამდენად იზიარებთ ამ მოსაზრებას და რამდენად არის ეს განცხადება რეალობასთან ახლოს? პირველ რიგში პაატა მინდა გითხრათ, რომ ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, ჩვენ ქვეყანაში პირდაპირ კავშირშია და პირდაპირ აისახება ეკონომიკურ ურთიერთობაზე. მე ვფიქრობ, რომ ჯერ ერთი ძალიან არ მინდა, პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან არ მინდა, რომ ეს მოხდეს, იმიტომ რომ მთელი საზოგადოება, ქართული საზოგადოება ნახეთ, აწლეულების მანძილზე ევროკავშირიდან მიღებული მხარდაჭერის დაკარგვის წინაშე დგება. ამიტომ რეალურად ვიზა ლიბერალიზაცია ეს არის უნიშნელოვანესი, მე ვიტყოდი, ინსტრუმენტი, როგორც ქართველებისთვის, ასევე ევროპელებისთვის, სხვათა შორის, რომ უფრო გაძლიერდეს ქართულ-ევროპული ურთიერთობა. ამიტომ წარმოუდგენელია ეს, მე ვერავის ვერ დავითანხმები, აბსოლუტურად ვერანაირ, თქვათ, ამ შემთხვევაში აზრს ვერ გავიზიარებ, რომ შესაძლებელია ამან არ იმოქმედოს ეკონომიკურ განზომილებაზე. ეს იმოქმედებს არა მარტო ეკონომიკურ განზომილებაზე, ეს იმოქმედებს პოლიტიკურ განზომილებაზე, ეს იმოქმედებს ჩვენს ემიგრაციაზე, ჩვენს საზოგადოებაზე, ყველა, ნახეთ, ბიზნესის ყველა სეგმენტზე და კომპონენტზე. და შეიძლება ეს მყისიერი არ იყოს, რაღაცა ერთ დღეში არ აისახოს, მაგრამ ჩათვალეთ, რომ საბოლოო ჯამში ეს იქნება ძალიან მძიმე დარტყმა და გამოწვევა ქვეყნისთვის. ამიტომ ჩათვალეთ, რომ პირველ რიგში მე კიდევ გავმეორდები და ვიტყვი, ჩვენთვის იქნება ძალიან მძიმე გამოწვევა თუ ვიზა ლიბერალიზაციის შეწყვეტის უკვე რეალური პროცესი დაიწყება. რა ტიპის ეკონომიკური შოკის წინაშე შეიძლება დადგეს ქვეყანა? იცით რა არის, ბატონო პაატა, ნახეთ როგორ არის, ჩვენ გავიარეთ 90-იანი წლები. მე ძალიან კარგად მახსოვს დამოუკიდებლობის პირველი წლები, როდესაც თქვენ მაშინ პატარა იქნებოდით, რა თქმა უნდა. როდესაც ნახეთ, ქართველმა ხალხმა ყველაფერი აიტანა იმისთვის, რომ გაეძლო, თქვათ და თავისი რაღაც ერთგვარი ყველა რესურსი გაიღო. ეს იყო ფსიქოლოგიური, ფიზიკური, მორალური, ნახეთ და მე არ მახსენდება არც ერთი ოჯახი საქართველოში, რომელიც იტყოდა, რომ არა, დამოუკიდებლობისთვის, თქვათ, აი ამის გაღება არ მიღეს. ყველას უღირდა, რომ მოეთბინა ჩვენ რაღაცა ვისხედით ელექტროენერგიის გარეშე, გაზის გარეშე, ნახეთ, ეგ არა, საკვების კი პრობლემა იყო და უზარმაზარი ზოგადად გამოწვევა იყო, ხო, სამხედრო გადატრიალების მერე ჩათვალეთ, აი ესეთი რთულესი პერიოდი გავიარეთ. ეხლა ვიღაცამ შეიძლება დასვას კითხვა, ამაზე რთული რა შეიძლება იყოს. მაგრამ მერწმუნეთ, ეს იყო 35 წლის წინ და ნახეთ როგორ არის, როდესაც შენ დღეს 21 საუკუნეში 2025 წელს ხელოვნურად ქმნი ზუსტად აი იმ გამოწვევას და კრიზისს, რომელიც შენ მაშინ ისტორიული კანონზომიერების შესაბამისი იყო ეს ყველაფერი, რაც მოხდა. ნახეთ და ხელოვნურად ქმნი აი ესეთ გამოწვევას, ამას შეიძლება ძალიან მძიმე პროცესები მოყვეს. ეხლა ვერანაირად ვერ გეტყვით ვერც ერთი ექსპერტი, რა ზარალი შეიძლება მიიღოს ეკონომიკამ, ბიზნესმა, მაგრამ პირველ რიგში ნახეთ, რა თუნდა ამას ზედმეტი რაღაც არგუმენტაცია და მსჯელობა და მტკიცება. თუ შენ მოწყდები ევროპულ გზას, საქართველოს ევროპული ვექტორი იქნება ამ შემთხვევაში შესუსტებული და რეალურად ქვეყანა იქნება აბსოლუტურად ნახეთ ამოვარდნილი აი ამ ევროპული კონტექსტიდან, ჩათვალეთ, რომ პირველ რიგში რუსეთი მიაღწევს თავის, მე ვიტყოდი, ნახეთ, ისტორიულ პოლიტიკურ საგარეო აი ამ გამარჯვებას და მიზანს და მეორეს ერთი ნახე, შენ დააყენებ შენი ქვეყნის მომავალი განვითარების
პროცესს დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ. ასე რომ ყველა ვარიანტში ჩვენ დავზარალდებით, ყველა შემთხვევაში. კი ბატონო სანდრო, მე მინდა კითხოთ სექტორულ ჭრილში მაგალითად გასაგებია რომ ეკონომიკაზე ამას აუცილებლად ზეგავლენა ექნება, თუმცა ჩვენ გვაქვს ეკონომიკური სექტორები, რომელიც პირდაპირ კავშირში არიან გარკვეულწილად ვიზა ლიბერალიზაციასთან და არის ეკონომიკური სექტორები, რომელზეც შეიძლება ირიბი ზეგავლენა მოახდინოს. ძალიან საინტერესო იქნება თქვენი შეფასებით. ასე ვთქვათ, ყველაზე მოწყვლადი რომელი ეკონომიკური სექტორები შეიძლება აღმოჩნდეს თუ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება მართლაც დადგა დღის წესრიგში. იცით როგორ არის ესე კონკრეტულად მე არ მინდა არც ერთი სექტორი გამოვყო. ზოგადად ვიტყვი რომ ნახეთ ვიზა ლიბერალიზაცია ქართველ მეწარმეს, ბიზნესმენს აყენებს თანაბარ პირობებში თავის ევროპელ პარტნიორთან. ეხლა ნახეთ მთელი ევროპული საზოგადოება დაკვირვებით უყურებს იმ პროცესებს, რაც ჩვენ ქვეყანაში მიდის. და შესაბამისად არის ერთი მომენტი. თუ ჩვენ შევძლებთ რომ როგორმე ეს პროცესები რაღაც ერთგვარ პოზიტიურ ჭრილში განმავითაროთ, თუ შევძლებთ ამას. მაშინ კიდევ შეიძლება რომ რაღაც ეს მომენტი არ დავკარგოთ და ეს სექტორები, ნახეთ, არ ჩაეხსნან ევროპული განვითარების აი ამ პროცესს, პერსპექტივას. მაგრამ ავიღოთ ნებისმიერი ეს არის ნახეთ ენერგო მიმართულება. ჩვენ საუბრობდით ძალიან ხშირად და ერთ-ერთი ინიციატორები ჩვენ ვიყავით სწორედ შავი ზღვის ელექტროკაბელის, რომელიც მე ვფიქრობ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი იყო. ნახეთ, ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, იმიტომ რომ აქ შენ კი არ წყვიტავ მხოლოდ ევროკავშირის სივრცესთან თანამშრომლობას. ნახეთ, ეს ეკონომიკური თანამშრომლობის ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანია განვიხილოთ როგორც ორმაგ ჭრილში, ორმაგ თანამშრომლობის ჭრილში ევროპულ ქვეყნებთან. შენ ორმაგ აზიანდები. ნახეთ, როგორ არის ბატონო პაატა, აი თუ შენ ევროკავშირთან ასუსტებ, მაგრამ ძლიერი გაქვს ურთიერთობა, თქვათ იგივე ორმხრივ ფორმატში, რა თქმა უნდა, კიდე შეიძლება რაღაც ლავირება და გამოზრება, მაგრამ დღეს კატეგორიულად მართველი პარტია აფიქსირებს აი ამ პოზიციას, რომ იმის მაგივრად რომ ჩვენ რუსეთზე ვისაუბროთ, აი ამ უდიდეს გამოწვევაზე ჩვენი ქვეყნისთვის, რატომღაც ხატი ტრის დავინახეთ ევროპაში. და ვინმე მახსნას მაშინ მართველი პარტიიდან ბოლო 35 წლის მანძილზე დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან პოლიტიკური, ეკონომიკური, ნახეთ, სოციალური ყველა ამ საკითხების მოგვარებაში ვინ იდგა საქართველოს გვერდით? ეს იყო სწორედ ევროპული ქვეყნები, ევროკავშირი, დასავლეთი და არა რუსეთი. და რაღაც იცით, რაღაც მართლა წარმოუდგენელ გამოგებარ ვითარებაში აღმოჩნდით, როდესაც საუბარი გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ევროპაზე, ამერიკელებზე, რაღაც გაუგებარ ამ შემთხვევაში მე ვიტყოდი გლობალური ომის პარტიის აი ამ რაღაც განზომილებაზე, deep state-ზე და არავინ ხმას არ იღებს ოკუპაციაზე. არავინ არ იღებს ხმას, როდესაც იგივე პირდაპირ ფრენები და ეს არის უკვე რუსეთთან სოხუმიდან. არავინ არ იღებს, როდესაც აკვატორიის დიდი ნაწილი გადაეცა რუსეთს, ნახეთ, აფხაზური ნაწილის და ამაზე რეაგირება არ არის. მოდით მე მგონი აქცენტები ესეჯობია გავაკეთოთ, არა ის რაც პრობლემატურია ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ყველაზე დიდი გამოწვევა შენი ბიზნესისთვის, შენი ეკონომიკისთვის, შენი პოლიტიკისთვის დღეს არის სწორედ აი ეს ოკუპირებული ტერიტორია. კი ბატონო. ბატონო სანდრო, გარდა პირდაპირ ეკონომიკური გავლენებისა, ეკონომიკაზე ხშირად მოქმედებს ხოლმე გვერდითი და ეგრეთ წოდებული ირიბი ფაქტორები. სწორედ გვერდითზე გავლენაზე მინდა კითხოთ და იმიჯურ ნაწილზე. ერთია კონკრეტულად და ტექნიკურად რა უარყოფითი გავლენა შეიძლება მოახდინოს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებამ, ხოლო მეორეა, ასე ვთქვათ, იმიჯურ დონეზე როგორი რეპუტაცია შეიძლება შეუქმნას ამას ქვეყანამ. მით უმეტეს ჩვენ თუ იგივე ინვესტიციების დინამიკას შევხედავთ, ბოლო წლების ინვესტიციების და FDI-ის შემოდინება მაინც და მაინც სახარბიელო დინამიკას არაჩვენებს, ეს ვსუქად რომ ვთქვათ. ასეთ რეალობაში სად შეიძლება აღმოჩნდეს იმიჯურ ნაწილში საქართველო? ნუ იცით როგორ არის, ნახეთ, ბატონო პაატა,
ნებისმიერი ადამიანი, ხა ბიზნესმენი სხვა ადამიანია, ხო, ის განწყობის თეორია მუშაობს, მისი სოფხედველობა ორიენტირებულია იმაზე, რომ მისი ბიზნესი განვითარდეს. ხა ჩათვალეთ, თქვა, ფრანგი იქნება ეს გერმანელი თუ ესპანელი ინვესტორი, რომელიც ფიქრობს, ნახეთ, ოკუპირებულ ქვეყანაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ამას ყურადღებას აღარ ვაქცევთ, იმიტომ რომ ნახეთ, ერთგვარად მაინც მეტნაკლებად ჩვენ უკვე ადაპტირებული გავხდით აი ამ ოკუპაციის მიმართ, ხო? რა თქმა უნდა, არ ვეგუებით, მაგრამ ნუ ერთი რასაც ქართველი ფიქრობს და მეორე რასაც უცხოელი ფიქრობს. ოკუპირებულ ქვეყანაში ინვესტიციას დებ. ეს ერთი უკვე ნახეთ დიდი გამოწვევაა და ამას ემატება პარალელურად ის, რომ იმ უცხოელმა ინვესტორმა არ იცის რა პოლიტიკური პროცესები განვითარდება ქვეყანაში. იმიტომ რომ პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ჩვენ გვაქვს, უკვე თითქმის უკვე, მოდით ესე ვთქვათ, თუ დავთვლით აი ამ პოლიტიკურ შეფარულ პროცესს, წელიწად ნახევარზე მეტი გრძელდება უკვე, ფაქტიურად, ხო? ეს არ არის რაღაც ერთთვიანი და ორთვიანი პროცესი. აქედან გამომდინარე, ნუ არჩევნებს გულისხმობდა არჩევნებამდეც უკვე ეს კრიზისი ნახეთ დაწყებული იყო, რომელიც როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ბიზნესისთვის, პოლიტიკისთვის არის მომაკვდინებელი. პოლიტიკური კრიზისის დიდხანს გაგრძელება ნიშნავს ქვეყნის წარმოუდგენლად მძიმე რეჟიმში გადაყვანას. ამიტომ ჩათვალეთ, რომ ნებისმიერი ინვესტორი, რომელიც ფიქრობს, თქვათ, გრძელვადიან ინვესტიციას და მას არ ხვდება სტაბილური, თქვათ, სასამართლო სისტემა, სტაბილური გარემო, გარანტიები და ზედ ნახე ერთვის ყველაზე მთავარი, რაც მთავარია. ნახეთ, მათი ქვეყნების, ანუ ეს მე გულისხმობ ევროპელ ინვესტორს, მათი ქვეყნების მიმართ არასამართლიანი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნიდან და პირდაპირ თუ დავარქმევთ ამას, პირდაპირ მუქარები კიდეც ევროკავშირის და სხვა ევროპული ქვეყნების მიმართ, ჩათვალეთ, რომ ეს იმდენად მოიკნევს, რომ დავა მინიმალურ მნიშვნელზე. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, მარტო ვიზა ლიბერალიზაცია არ არის ამის იმის რა ქვია მაპროვოცირებელი თქვათ ინვესტიციის შემცირების აქ არის ყველა ნახეთ თერლის სეგმენტი ეს არის კანდიდატის სტატუსი ეს არის თავისუფალი ვაჭრობა ეს არის ვიზა ლიბერალიზაცია ზოგადად მთლიანად დავარქვათ ესე საქართველოს ევროპული გზა რომელიც ჩვენ შევქმნით 35 წლის მანძილზე და ნუ თუ არავინ არ დარჩა ან საგარეო საქმეთა სამინისტროში ან თუნდაც ჩემი თაობის ახალგაზრდა თაობამ გამოთქვა თავის პროტესტი და მე მიხარია რომ მათ ეს პროტესტი გამოთქვეს 251-მა კაცმა განცხადება გააკეთა. როდესაც შენ კარგავ ევროპულ განზომილებას და ნახეთ ქვეყანას ვერავინ ვერ თავაზობს ალტერნატივას. აქ ამაზეა ლაპარაკი. დავანებოთ თავი ამ იმას, Deep State და გლობალური ომის პარტიას ცოტა ხანი გადავდოთ გვერდზე ხო და ვიმსჯელოთ ერთ თემაზე. რას თავაზობთ თუ არა ევროპული განზომილება, თუ არა ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რას თავაზობთ ქართულ საზოგადოებას? რუსეთს, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ მას დიდი რესურსები აქვს და დიდი ქვეყანაა, ჩათვალეთ, რომ ეს ჩამოქცევის წინაშე მდგარი სახელმწიფო. კი ბატონო, რესურსების ხოთს და გარდაუვალია ეს პროცესი. ეს იქნება 2 წელიწადში, 3 წელიწადში გარდაუვალია. შევხედოთ ჩვენ პარტნიორებს, ნახეთ აზერბაიჯანელებს, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს, სომხებს, რომლებიც ცდილობენ რომ და ძალიან კარგად და ნახეთ ამ ისტორიულ პროცესში ჩაეწერონ. პაშინიანი და ალიევი ქმნიან წარმოუდგენელ სივრცეს, თავისუფალ სივრცეს კავკასიაში. და ჩვენ ამ დროს ნახეთ ამ სივრციდანაც ამოვარდით. აღარც აზერბაიჯანთან გვაქვს დალაგებული ვითარება, არც სომხებთან. იმიტომ რომ ისინი კარგად გრძნობენ ჩვენ რუსულ ორიენტაციას. სამწუხაროდ. და თუ ეს პროცესი ესე გაგრძელდა, რუსების პოზიცია ნახეთ როგორ არის, ჩაკეტავენ საქართველოს, კეტავენ აზერბაიჯანს და სომხეთს. მაგრამ აქ რეგიონში თურქეთი გამოდის როგორც ძალიან მნიშვნელოვანი მონაწილე და თუ ეს სამი ქვეყანა შეთანხმდება რომ არ დააზარავლონ, ნახეთ, მიუხედავად მათი ისტორიული ამ შემთხვევაში ურთიერთობებისა და დამოკიდებულების არ დააზარავლონ, ნახეთ, სტრატეგიული ინტერესები, მაშინ ჩვენ რაღაცა ამოვარდნილი დავჭებით ყველანაირი კონტექსტი. ბატონო სანდრო, ცოტა დრო დაგვრჩა და აუცილებლად მინდა გკითხოთ იმ ნაბიჯებზე. მაშინ რა ნაბიჯებიც უნდა გადაიდგას, რომ ჩვენ აი ამ ასე ვთქვათ გამოწვევის წინაშე არ აღმოჩნდეთ და ქვეყანა არ დარჩეს ვიზა ლიბერალიზაციის გარაშე. რა ნაბიჯები უნდა იქნას გადადგმული, რამაც შესაძლებელია ეს პრობლემები თავიდან აღვეცილოს.
არაფერი აქ ერთადერთი უნდა იყოს ნაბიჯები ბატონპაადა გადადგმული, რომელიც არის ეროვნული ინტერესების შესაბამისი და გონივრული შესაბამისი. აი ამ პროცესის. თუ ამას გააკეთებს მართველი პარტია, ქვეყანა გადარჩება კიდევ უფრო დიდ გადმოწევას. საერთოდ ესე არის, იცით, მე რასაც უყურებ, რომ რესურსი 13 წლიანი მართლმა პარტიამ ამოწურა. ამიტომ მას აღარ აქვს საშუალება შეთავაზოს საზოგადოებას, თქვათ, აი კი ბატონო, როგორ შეიძლება ქვეყანა განვითარდეს. ხო შეიძლება ამაზე ვიღაცა მისაუბროს. ხო შეიძლება მუდმივად აპელაცია. და რაც თავარია პოლიტიკური კრიზისი უნდა დასრულდეს. ბატონპაადა თუ ეს არ დასრულდა, ეს გაგრძელდება დაახლოებით მაქსიმუმ 1 წელიწადი ჩემი ვარაუდით და ეს ისე დაასუსტებს, ისედაც ჩვენ მყიფე ეკონომიკას, ჩვენ ისედაც პოლიტიკურ სუსტ პოზიციებს, როგორც რეგიონში, ასევე ევროკავშირში და ამერიკელებთან, რომ მე ამის გამოსწორებას მინიმუმ 2 წელიწადი დაჭირდება. არ დაგიმალავთ, რთული არ იქნება, მაგრამ დრო დაჭირდება. დრო დაჭირდება, როდესაც იქნება ახალი ხელისუფლება, რომელიც იმოქმედებს ეროვნული ინტერესების შესაბამისად. ბატონო სანდრო, ძალიან დიდი მადლობა თქვენ საინტერესო ანალიზისთვის. მაყურებელს შევახსენებ, სანდრო ჭუმბურიძე, ევროკავშირ საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი იყო ჩვენთან ერთად და საუბრობდით ვიზა ლიბერალიზაციის მოსალოდნელი გაუქმების შედეგებზე და იმ პროცესებზე, რომელიც შესაძლებელია საქართველოს რომლის წინაშე შესაძლებელია საქართველოს ეკონომიკა აღმოჩნდეს.